რა არის რკინა და რა არის ფოლადი და როგორ იწარმოება ისინი? გამარჯობა ინჟინერიის გულშემატკივრებო. ჩემი სახელია გუსტავო პერეირა და ოდესმე გიფიქრიათ როგორ ასუფთავებენ რკინასა და ფოლადს? ალბათ უკვე ხსმენიათ რკინის მადნის შესახებ. მაგრამ როგორ ვაქცევთ მიწის გროვას უჟანგავი ფოლადის ქირურგიულ ინსტრუმენტებად ან ლოკომოტივად? თუ მოგიწევდათ იმ ტექნოლოგიების დასახელება, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს თანამედროვე საზოგადოებაზე, მძიმე მეტალის, რკინის გადამუშავება აუცილებლად ერთ-ერთი მთავარი იქნებოდა. რკინა უამრავი თანამედროვე პროდუქტის შემადგენელია, განსაკუთრებით კომერციული რკინა, რომელიც მდიდარია ნახშირბადით და რომელსაც ფოლადს უწოდებთ. ავტომობილები, ტრაქტორები, ხიდები, მატარებლები, იარაღები, ცათამბჯენები, იარაღები და მრავალი სხვა ნივთი რკინასა და ფოლადზეა დამოკიდებული, რათა იყოს გამძლე. რკინა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პრიმიტიული საზოგადოებები იმით იზომება, თუ როდის ისწავლეს მისი დამუშავება. სწორედ აქედან მოდის ტერმინი რკინის ხანა. რკინა წარმოუდგენლად სასარგებლო ელემენტია, ძალიან ძლიერი და ამავე დროს მოქნილი. თუ სწორად გააცხელებენ, რკინის სხვადასხვა ფორმაში ჩამოსხმა და მისი დამუშავება მარტივი იარაღებითაც შესაძლებელია. და რაც შეეხება ამ იარაღებს, ხისგან განსხვავებით რკინა მაღალ ტემპერატურებს უძლებს და არ იწვის, რაც მას სასარგებლოს ხდის იმ სამუშაოებისთვის, სადაც მაღალი ტემპერატურებია საჭირო. უმეტეს ელემენტებისგან განსხვავებით, რკინის მაგნეტიზაციაც შესაძლებელია, რაც მას ელექტროძრავებისა და გენერატორების შექმნისას გამოსადეგს ხდის. და ბოლოს, რკინის დეფიციტზე ნამდვილად არ არის სანერვიულო. დედამიწის ქერქი რკინის 5% შეიცავს და ზოგიერთ რეგიონში ეს ელემენტი კონცენტრირებულია მადნებში, რომლებიც რკინის 7% შეიცავს. რკინა ძალიან მნიშვნელოვანია კაცობრიობის ისტორიაში, რადგან მისი მოპოვება შედარებით მარტივად შეიძლებოდა იმ იარაღებით, რომლებიც პრიმიტიულ საზოგადოებებს ჰქონდათ. ალბათ დადგება დღე, როდესაც ადამიანები ტექნოლოგიურად იმდენად განვითარდებიან, რომ რკინას მთლიანად ჩაანაცვლებს ალუმინი, პლასტმასი და ისეთი მასალები, როგორიცაა ნახშირბადი და მინის ბოჭკო. მაგრამ ეხლა ეკონომიკური განტოლება რკინასა და იაფ ფოლადს უზარმაზარ უპირატესობას აძლევს ამ უფრო ძვირადღირებულ ალტერნატივებთან შედარებით. ადამიანებმა რკინისთვის უამრავი გამოყენება გამოიგონეს. ხის დამუშავების იარაღებიდან და სამზარეულო მოწყობილობებიდან დაწყებული, რთული მანქანებიდან და კოსმოსური ხომალდებით დამთავრებული. მაგრამ სანამ რკინა ამ მიზნებისთვის იქნება გამოყენებული, ის მიწიდან უნდა ამოიღოს. მანამდე, სანამ მრავალი უძველესი ცივილიზაცია ბრინჯაოს ხანიდან რკინის ხანაზე გადასვლას დაიწყებდა, ზოგიერთი იარაღის დამამზადებელი უკვე ქმნიდა რკინის ხელსაწყოებს კოსმოსური წყაროდან, მეტეორიტებიდან. ეგვიპტელები მას შავ სპილენძს უწოდებდნენ. მეტეორიტული რკინა კი არ არის ის ტიპის ნივთიერება, რომელიც დიდ და კონსოლიდირებულ საბადოებში გვხვდება. ამის ნაცვლად ხელოსნები მის ნაჭრებს დიდი მანძილზე გაფანტულად პოულობდნენ. მიწაზე არსებული რკინის უმეტესი ნაწილი, თუმცა რკინის მადანშია, რომელიც პირდაპირ მიწიდან მოიპოვება. ნედლი მადანი წარმოადგენს თავად მადნისა და ფხვიერი მიწის ნაზავს. თავად მადანი, როგორც წესი, შეიძლება გაიმიჯნოს ნედლი მადნის დაფქვით და უფრო მსუბუქი მიწის უბრალოდ გარეცხით. თავად მადნის დაშლა უფრო რთულია, რადგან ის წარმოადგენს ქიმიურ ნაერთს კარბონატების, ჰიდრატების, ოქსიდების, სილიკატების, სულფიდებისა და სხვადასხვა მინარევებისგან. იმისათვის, რომ მადანში არსებული რკინის ნაჭრებამდე მიაღწიო, უნდა გაადნო იგი. დნობა გულისხმობს მადნის გათბობას მანამ, სანამ ლითონი არ გახდება ფოროვანი და მადნის ქიმიური ნაერთები დაშლას არ დაიწყებენ. რაც მთავარია, ის ათავისუფლებს ჟანგბადს რკინის მადნიდან, რომელიც ჩვეულებრივ მადნებში მაღალი პროცენტული შემცველობითაა წარმოდგენილი. ყველაზე პრიმიტიული მოწყობილობა, რომელსაც რკინის დასადნობად იყენებდნენ, არის სამჭედლო. ამაში მჭედელი წვავს ნახშირს რკინის მადნებთან ერთად და ჟანგბადის კარგ მარაგს ათვლის ფოლით ან ჰაერის შემბერით. ნახშირი ძირითადად სუფთა ნახშირბადია. ნახშირბადი ჟანგბადთან ერთად ქმნის ნახშირორ ჟანგს და ნახშირ ჟანგს, რაც პროცესში დიდ სითბოს გამოყოფს. ნახშირბადი და ნახშირ ჟანგი ერთიანდება რკინის მადნის ჟანგბადთან და მას წაიღებს, რის შედეგადაც რჩება მხოლოდ რკინის ლითონი. მაგრამ სამჭედლოში ცეცხლი საკმარისად არ ცხელდება, რომ რკინა სულად გადნეს. ამის ნაცვლად რკინა ცხელდება ფოროვანი მასის სახით,
რომელიც შეიცავს რკინას და მადნის სილიკატებს. ამ მასის გათბობა და ჩაქუჩით დამუშავება აიძულებს მინარევებს გამოვიდნენ და შუშისებრი სილიკატები რკინის ლითონში შეერიოს, რის შედეგადაც მიიღება ჭედური რკინა. ჭედური რკინა გამძლეა და ადვილად მუშავდება, რაც მას იდეალურს ხდის იარაღების დასამზადებლად. ხელსაწყოებისა და იარაღების მწარმოებლებმა სპილენძის დნობა რკინის მასალად ქცევამდე ბევრად ადრე ისწავლეს. არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ შუა აღმოსავლეთში ჩედლები რკინას ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 2500 წლის წინ დნებდნენ. თუმცა რკინის რეგიონში დომინანტ ლითონად ქცევას 1000 წელზე მეტი დასჭირდა. მაგრამ უფრო მაღალი ხალისხის რკინის შესაქმნელად მჭედლებს უკეთესი ღუმელები სჭირდებოდათ. ტექნოლოგია საუკუნეების განმავლობაში თანდათან განვითარდა. 13 საუკუნის შუა პერიოდში უფრო მაღალი ღუმელები და ხელით მართვადი ფოლები ევროპულ ღუმელებს საშუალებას აძლევდა საკმარისად ცხელი ცეცხლი დაენთოთ. არა მხოლოდ რკინის დარბილებისთვის, არამედ მისი დნობისთვისაც. დღეს რკინის დნობის ყველაზე თანამედროვე მეთოდი მაღალ ღუმელში ხდება. მაღალ ღუმელი ითვლება რკინის მადნით, ნახშირით ან კოქსით და კირქვით. ღუმელის ფსკერზე დიდი რაოდენობით ჰაერი იბერება და კირქვაში არსებული კალციუმი სილიკატებს ერწყმის და წარმოქმნის შლაკს. თხევადი რკინა გროვდება მაღალ ღუმელის ფსკერზე ამ შლაკის ფენაზე. შემდეგ პერიოდულად აძლევენ თხევად რკინას დინების და გაციების საშუალებას. ამ ეტაპზე თხევადი რკინა ჩვეულებრივ მიედინება არხით ან ქვიშისგან დამზადებულ ფორმებში. როდესაც გაცივდება, ეს მეტალი ცნობილია როგორც თუჯი. თუჯის 1 ტონის მისაღებად საჭიროა 2 ტონა მადანი, 1 ტონა კოქსი და 9 ტონა კირქვა. მაღალ ღუმელის ცენტრში ტემპერატურა შეიძლება მიაღწიოს დაახლოებით 1600 გრადუს ცელსიუსს. ეს თუჯი შეიცავს 4-დან 5%-მდე ნახშირბადს და იმდენად მყარია და მტვრევადი, რომ თითქმის გამოუსადეგარია. თუ გსურთ რაიმე გააკეთოთ მასთან, გაქვთ 3 ვარიანტი. პირველი, შეგიძლიათ გაადნოთ იგი, აურიოთ შლაკთან და ჩაქუჩით დაამუშაოთ, რათა ამოიღოთ ნახშირბადის უმეტესი ნაწილი და მიიღოთ თლადი რკინა, რომელიც ძლიერია და ადვილად ფორმირდება. მეორე ვარიანტია გაადნოთ თუჯი და შეურიოთ მას ჯართი. ამოიღოთ მინარევები და დაამატოთ შენადნობები, რათა მიიღოთ თუჯი რკინა. ამ მეტალს აქვს 2-დან 4%-მდე ნახშირბადი. ასევე შეიცავს სილიკონის, მანგანუმის და მინარევების მცირე რაოდენობას. თუჯი, როგორც სახელიდან ჩანს, ჩვეულებრივ იღვრება ფორმებში, რათა შეიქმნას სხვადასხვა დეტალები და პროდუქცია. მესამე ვარიანტი თუჯისთვის არის კიდევ უფრო შორს წაიყვანო გადამუშავების პროცესი და შექმნა ფოლადი. ფოლადი არის რკინა, რომელსაც უმეტესობა მინარევების ამოღებული აქვს. ფოლადსაც აქვს თანმიმდევრული ნახშირბადის შემცველობა 0-დან 5%-დან 1-დან 5%-მდე. მინარევები, როგორიცაა სილიკა, ფოსფორი და გოგირდი, მნიშვნელოვნად ასუსტებს ფოლადს. ამიტომ ისინი უნდა მოიხსნას. ფოლადის უპირატესობა რკინასთან შედარებით არის გამძლეობა. ღია ღუმელი არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ფოლადი მიიღება თუჯისგან. თუჯი, კირქვა და რკინის მადანი თავსდება ღია ღუმელში და ისინი ცხელდება დაახლოებით 871 გრადუს ცელსიუსამდე. ამის შედეგად კირქვა და მადანი ქმნის ნაგავს, რომელიც ზედაპირზე ტივტივებს. შეურევები, მათ შორის ნახშირბადი, იჟანგება და გადადის რკინიდან ნაგავში. როდესაც ნახშირბადის შემცველობა სწორია, თქვენ დავთ ნახშირბადოვანი ფოლადი. ამ ეტაპზე ფოლადს შეიძლება შეერწყას სხვადასხვა მეტალი, რათა შეიქმნას განსხვავებული თვისებები. მაგალითად, 10-დან 30%-მდე ქრომის დამატება ქმნის უჟანგავ ფოლადს, რომელიც ძალიან მდგრადია ჟანგვის მიმართ. ქრომისა და მოლიბდენის კომბინაცია ქმნის ქრომ-მოლიბდენის ფოლადს, რომელიც ძლიერია და მსუბუქი. ნიობიუმის დამატება ქმნის ფერონიობიუმს, რომელიც უკიდურესად მსუბუქი და განძლეა და გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით. და თუ მეტი გსურთ გაიგოთ, ამ ვიდეოს ბოლოს ბარადზე ვიდეოა განთავსებული. შეგიძლიათ წარმოიდგინო შენი ცხოვრება დღეს ფოლადის გარეშე? შენ ხო შეამჩნია რამდენი ნივთია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ მასალით. დაწერე კომენტარებში, მინდა ვიცოდე. არქ გვერდით 2 ვიდეოს დავტოვებ, რომლებიც შეიძლება მოგეწონოთ და თემას ავსებენ, ასე რომ აუცილებლად ნახეთ. ეს შენი მომენტია. დაალაიქო ვიდეო, გამოიწერო არხი და ჩართო შეტყობინებების ზარი. ეს იყო ყველაფერი მეგობლებო, დიდი ჩახუტება და შემდეგ ვიდეოში გნახავთ.